ვიცი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყავით, ევროპაშიც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში არსებული განწყობა გვაინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში, როგორი არის მათი რეაქციები იმაზე, რასაც ესენი აქ ადგილზე აკეთებენ, რუბიოს სატელეფონო ზარმა სხვადასხვა გვარი სპეკულაციები გამოიწვია. თქვენ რა ინტერპრეტაციით დაბრუნდით საქართველოს შეერთებული შტატების დღევანდელი ურთიერთობების დონისა და ხარისხის? მადლობა ამ შესაძლებლობისთვის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ მთავარი არ შეცვლილა და ეს მთავარი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ძალიან დიდი მეგობარია, ხომ? ამერიკელი ხალხი და ქართველი ხალხი ბევრი წლის განმავლობაში იყო მეგობარი და დღესაც ასე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელ ადმინისტრაციას შეიძლება სხვადასხვა პრიორიტეტები ჰქონდეს, ხომ ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ მაგალითად ეკონომიკური საკითხები წინ წამოწიონ, რაც რა თქმა უნდა მათი, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკა და მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ქართული ხალხის ძალიან დიდი მეგობრები არიან, ხომ? რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ საქართველოს აი ამ პრიორიტეტების გათვალისწინებითაც იყოს დასავლეთის პარტნიორი და მათი პარტნიორი, ხომ? აქ ჩვენ ვიცით, რომ მათ განსაკუთრებული გეგმები აქვთ იგივე აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში განიხილება საქართველოს უნდა იყოს განხილული აი ამ მთელ ეკონომიკურ პროექტში, მოდით ასე ვთქვათ, თუმცა ასევე რა თქმა უნდა, მათ აქვთ კითხვები, რამდენად სტაბილური პარტნიორია დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ რომ შევხედოთ ზოგადად, ხომ, აი რას წარმოადგენს დღეს ქართული ოცნება, ხომ? ისინი ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, ხომ? ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არიან რუსეთის გავლენის ქვეშ, ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული, მაგრამ ისინი ასე ხედავენ. ანუ უბრალოდ პროგნოზირებადობა მათი კი არ არის პრობლემა, არამედ განცდა იმისა, რომ ისინი თუნდაც ივანიშვილი თავის ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიაშიც კი არ არის სუვერენული გადაწყვეტილების მიღება. ეს ახლა აშკარად ჩანს, იმიტომ რომ აი დღეს როდესაც არის საუბარი, ხომ, ცოტა ესეთ ტერმინებს გამოიყენებენ, ლაგდებიან თუ არა, ხო? ანუ ძალიან დიდი სიამოვნებით ევროპაც და ამერიკაც მათთან დალაგდებოდა. ძალიან დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ანუ აქ დიდ ეკონომიკურ პროექტებზე არის საუბარი, სადაც ძალიან მარტივად რომ თქვა, არც რუსეთის, არც ჩინეთის და არც ირანის როლი არ შეიძლება რომ იყოს, ხო? მათ არ შეიძლება რამე როლი ქონდეთ ამ ყველაფერში, ხო? შესაბამისად, ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე იგივე სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, პროექტებში ჩვენ ვხედავთ იგივე ჩინეთის გავლენებს და ჩინეთის ჩართულობას, ხო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომ გავიაროთ გზების მშენებლობას, როდესაც შევხედოთ და რეაბილიტაციას, ხშირ შემთხვევაში აქ ჩინური კომპანიები, მე უკვე აღარ ვსაუბრობ იგივე ეროვნული ბანკის დასავლურს ითვისებს ჩინური კომპანია. ანუ ეროვნული ბანკის ცდილობებს, რაღაცა ჩვენი საბანკო სისტემის და მათი საბანკო სისტემის დაკავშირებას და ასე შემდეგ. ეს ხომ აშკარაა, ხომ ჩვენ მხოლოდ ჩვენ ამას არ ვხედავთ, ხომ? ეს არის ძალიან აშკარა რამ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს კითხვები არის. რამდენად ისინი არიან ასე ვთქვათ, შეუძლიათ პოლიტიკური პასუხისგებლობა აიღონ და გადაწყვეტილება მიიღონ მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ აქ შეიძლება რუსეთის გავლენა შემოვიდეს, შეიძლება ჩინეთის გავლენა შემოვიდეს და ახლა როგორც ვხედავთ, შეიძლება ირანის, ასე ვთქვათ, ინტერესებიც გამოჩნდეს, ხო? ამაზე არის აქ საუბარი. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არის, რომ ეს საქართველოს კიდევ ერთხელ იყოს დასავლეთის პარტნიორი, რაც იქნება მომგებიანი თვითონ ჩვენი ქვეყნისთვისაც, ხო? იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა ჩართული არის მომგებიან ეკონომიკურ პროექტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ინვესტიცია შემოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შემოვა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი, ესე იგი, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხო? ანუ ამას მიუთითებს. ამას გასაგებ ენაზე ეუბნებიან ივანიშვილს ან იმათ, რომლებიც
ბიძ ივანიშვილამდე მიიტანენ ამ იცით, მე მგონი ამის რამდენიმე მცდელობა იყო ვიცით, მაგრამ ამ მცდელობის ბოლო ალბათ ყველაზე უფრო პირდაპირი მაგალითი არის რუბიოს სატელეფონო ზარი, რომელსაც აი გაგრძელება რაღაცა ტიპის ან ინსტიტუციურ დონეზე ან რაღაც სხვა დონეზე ვაკვირდებით ყველანი და ჯერ სიმპტომებს ვერ ვატყობთ. ხო, ხე კალაძე კი გვეუბნებოდა, რომ აპრილში დელეგაცია ჩამოვაო, მაგრამ დამთავრდა ხა ეს აპრილიც და ვერ ვატყობთ მაინც სადამაინც რაიმე ტიპის დიდაქტიობებს ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ვატყობთ. ხო არის რაღაცა ფაქტორები, კრიტერიუმები, რომელთაც ინდიკატორები, რომელთაც ამჩნევ ესენი რა გუნებაზე არიან. ახლა ამ ფონზე როცა რუბიო გელაპარაკა და რაღაცებს არ ვიცი ზუსტად რაზე, მაგრამ მოკლედ კი თქვა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ამ შავი ზღვის უსაფრთხოება ეს მაინც ხო ვიცით, იმიტომ რომ თვითონ დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. შენ ამ დროს ლამის უმაღლეს დონეზე ჩინეთში აგზავნი დელეგაციას და იმ ჩინეთიდან მანამდე კიდე აქ ჩამოდის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც მთელი ჩინეთის კიბერსივრცის კონტროლზე არის პასუხისმგებელი, საქართველოს ჩამოდის, ხო? რა ვიცი, ახლა მე ამას მე ვიტყოდი, რომ გამომწვევადაც კი ეთამაშებიან ამ შემთხვევაში ამერიკელები. იცით რა არის, ხო, ანუ აქ კიდევ მეორე საკითხია, ხო, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ აი რაღაცა ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და არავინ ჩვენს საქმეში არ უნდა ჩაერიოს და ასე შემდეგ. ხო, მეორეს მხრივ კიდევ ისიც არის, ხო, იგივე მოკლედ როცა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე საუბრობთ, ხო, ანუ თუ არ უნდა მაინც და მაინც ხელისუფლებას თუ არ უნდა ну ეს და თუ ცუდი უნდა თავისი ქვეყნისთვის ვერავინ ვერ დააძალებთ, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ესეც არის, ხო? ასე ვთქვათ, ყველა დღეს ევროკავშირის ადგილობრივი ან დელეგაციის სპეციალურ განცხადებაში ეს ფრაზა წერია. ზუსტად ეგ წერია, ხო? ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ ევროკავშირის წევრობას. რომ აი თუ თქვენ ისეთ კანონებს მიიღებთ, რაც შეუწყობს ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხო? იქნება განსხვავებული ხმები, ანუ განსხვავებული ჯგუფები იარსებებენ, არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებთ, პროპაგანდას შეწყვეტ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ბევრი რაღაც კრიტერიუმია, მათ შორის იმ 12 პუნქტში, 9 პუნქტში და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში კი ბატონო, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გახდებით წევრები. თუ არ იზამთ, ეს თქვენი არჩევანია, არავინ ამის გამო რაღაცა განსაკუთრებულს არაფერს არ გააკეთებს, ხო? ეს არის ამ შემთხვევაში ხელისუფლების არჩევანი არის ესე და ზუსტად ამას ვხედავ ჩვენ, ხო? მაგრამ ხალხის არჩევანი სხვა არის და ხელისუფლების არჩევანი სხვა არის. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ, ხომ? ისინი რა თქმა უნდა უყურებენ ასევე რა განწყობები არის საზოგადოებაში და ძალიან აშკარა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ ვისაუბროთ, ძალიან აშკარა არის რომ ისინი ხვდებიან რომ ამ ქართველი ხალხი ძალიან პროამერიკულია, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ანუ აქ მაინც იმის გამო რომ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მათ, ხო? იგივე სხვა უწყებების, იგივე ჯარის, იგივე სანაპირო დაცვის და ასე შემდეგ, ხო? ეს მაინც ჩვენ ვიცით, ხო, საქართველოს მოქალაქეებმა და ამიტომ ესეც მათთვის გასაგებია. ამიტომ რა თქმა უნდა ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, პარტნიორობა მათთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აი რაღაცა არის, რაც ჩვენი გასაკეთებელიც არის ადგილზე, ხო? ანუ ეს უნდა გამოვხატოთ ყველაფერი. ნუ მათი გასაკეთებელიც არის იმ ნაწილში, რომ თავის პოზიციები რომ კაფიოთ გამოიხატოს უნდა და დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ეს კვალიც როგორც ცხოვრებას და დროს ახასიათებს, დროთა განმავლობაში უბრალოდ შეიძლება წაიშალოს. შეიძლება მეხსიერებაში დარჩეს, მაგრამ წაიშალოს, იმიტომ რომ სადაც ეს კვალი დარჩა, სადაც კვალიფიკაცია მოიმატა, ცოდნა მოიმატა და თავსებადობამ საერთაშორისო ყველაზე განვითარებულ სისტემებთან ამ ხალხის დიდი ნაწილი საჯარო სამსახურებიდან საერთოდ გამოყარეს. ამათი დიდი ნაწილი იძულებული გახდა რომ ემიგრაციაში წასულიყო და მათ შორის აი გუშინ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მყავდა ყოფილი გენერალი ჯანაშია, რომელიც მიყვებოდა რომ როგად ამერიკელების მიერ გაწვრთნილი საუკეთესო თელს სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო რა მოყოლებული ამ შევარდნაძეზე თავდასხმებიდან მე ომის პერიოდში სააკაშვილის პირობებში მათი ქცევის გათვალისწინებიდაც ეს შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო
თითქმის ყველა მათგანი ემიგრაციაში არის წასული და ასე არის სხვადასხვა ყველა უწყებების მიხედვით რომ გაყვე რა. ამიტომ ესე მუდმივად ვერ დარჩება ეს კოალიცია წაიშლება თუ დროზე ჯერ ერთ ჩვენ არ ვიმოქმედეთ საზოგადოებამ პირველ რიგში, მაგრამ მათი მხრიდანაც რაღაცა ტიპის ინტერესი, რაღაცა ტიპის მოქმედებებში არ გადაიზარდა. კი, ნუ მე მგონია რომ მოდით ახლა ესე ვთქვათ, მე ზუსტად არ ვიცი რა ტიპის კომუნიკაცია და რა მოთხოვნები კი არა და რა ესე ვთქვათ, რეკომენდაციები იყო ამერიკის მხრიდან, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც და ევროპასთანაც. ხო, ძალიან კარგად იციან. ეხლა ის რომ ისინი მათ აქვთ რაღაცა მცდელობები, ჩემი აღქმით რეალური მცდელობები მათ არც აქვთ. ანუ ეს არის ყველაფერი ზედაპირული მცდელობები იმისთვის, რომ მათ მხარდამჭერებში გაჩნდეს განცდა, რომ თითქოს ისინი რაღაცას ცდილობენ და რაღაცა სერიოზულ კომუნიკაციაში არიან, მათ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არიან და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. ბურთი არის მათ მოედანზე, ყველა ელოდება, რას გადაწყვეტენ ისინი. მე ვიტყოდი, რომ ახლა ამერიკის ადმინისტრაცია დღეს, ესე ვთქვათ, უფრო პრაქტიკულად უფრო ისეთი ასე ვთქვათ სწრაფი არის რაღაც პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში, მოდით ასე ვთქვათ, და ძალიან ფრთხილათაც უნდა იყვნენ, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადადგან, რამაც შეიძლება, ხო, რაღაცა გაღიზიანება გამოიწვიოს, მოდით ასე ვთქვათ. ფიელა რო აივსება, ხო, ანუ შედეგი ვერ მომენტალურად. გადმოვინაცვლოთ ევროპისკენ. მე ვიცი რომ თუ არ ვშტები ბერლინშიც ჰქონდათ შესაძლებლობა და რამდენიმე სხვა. ევროკავშირის დღევანდელი დღე ორ მხრივ არის საინტერესო. პირველი არის თარიღი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების და ამ დღეს სპეციალურად ევროკავშირის ელჩი საქართველოს ისტორიაში პირველად გასაკიცხად დაიბარეს საგარეო უწყებაში. რა დინამიკას აჩვენებს ეს და სანამ შეიძლება მიგვიყვანოს ზოგადად ამან და ევროპელების დამოკიდებულებაში რა ცვლილებებს ველით უნგრეთის არჩევნების შედეგების გათვალისწინება. მოდით, რომ გადავინაცვლოთ, ხომ, ჯერ ერთი ეს აზრი თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ადარდებთ ადამიანის უფლებები, ესეც არ არის, ხომ? ანუ ჩვეულებრივად სახელმწიფო დეპარტამენტში არის სამსახურები, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, ხომ? ანუ ეს არ გაუქმებულა იქ არიან ეს ადამიანები და მუშაობენ ამ საკითხებზე. ამიტომ შეიძლება ეს ეკონომიკური ურთიერთობები და ეს ინტერესები წინ იყოს წამოწეული, მაგრამ ეს არ არის დაკარგული, ასე ვთქვათ, ესეც ადამიანის უფლებებიც არის იქ, ხო? რაც შეეხება ევროპას, აქ ხედავთ, რომ ეს ორივე ინტერესი ფაქტიურად ერთ დონეზე არის, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აქაც რა თქმა უნდა ეკონომიკური ინტერესიც შემოდის, მათ შორის ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება თუ სამხრეთ კავკასიის რეგიონი და აქ მე ვფიქრობ, რომ უნგრეთის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მათ ხედვებშიც და იმაში, რომ ისინი ფიქრობენ, რომ დღეს უკვე მათ უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ. კიდევ ერთხელ, არავის არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ისინი არ არიან ქართული ხალხის გვერდით, ნამდვილად არიან. ჩვენ გვიყურებენ თუ არა, რამდენად აქტიურები ვარ და რამდენად ვაგრძელებ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა გვიყურებენ. არის საუბარი იმაზე, რომ ხო არ შევეშვათ საქართველოს, იმიტომ რომ იქ არაფერი არ გამოდის, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მათ შორის, იმიტომ რომ არ იქმნება რაღაცა სხვა მიზიდულობის ცენტრი, ალტერნატივა არ არის და ასე შემდეგ, ხო? როგორ არა, ესეთი სკეპტიკური დამოკიდებულებებიც არის. კი, კრიტიკული დამოკიდებულებებიც არის, თუმცა საერთო ჯამში მაინც მათ ექნებათ მცდელობები, მე დარწმუნებული ვარ. და მათ შორის ის იგივე მოსკოვის მექანიზმიც არის ძალიან საინტერესო დოკუმენტი ამ მხრივ, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა ალბათ ინდივიდუალურად თავისი კანონმდებლობის ფარგლებში შეეცდება, რომ ამ მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები შეასრულოს. ჩემი შთაბეჭდილება ასეთი არის, ხომ? მაგრამ
კიდევ ანუ იგივე ახლა მაგალითად როდესაც უკვე უნგრეთის ახალი ხელისუფლება საგამოძიებო მექანიზმები გააქტიუროს. მე მგონია რომ დონეზე თქვენ თავად ევროკავშირის დონეზე ძელით უფრო მეტ ჩართულობას, იმიტომ რომ დამბლოკავი მექანიზმი დასუსტება. აღარ არის და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს ხდომაზეც რა თქმა უნდა საქართველოს საკითხი იქნება განხილული და რა თქმა უნდა აქ მკაცრ ღონისძიებებსაც განიხილავენ. დარწმუნებული ვარ ამაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, რომ ჩვენც არ შევეშვით აქ ბრძოლას. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ რა თქმა უნდა მათი მხრიდან ძალიან დამამფასებელი არის ის, რომ ადგილზე ეს ბრძოლა გრძელდება, მათ შორის ყოველთვის ისინი საუბრობენ მედიაზე და ამბობენ, რომ აი წარმოუდგენელია კრიტიკული მედია როგორ ახერხებს კიდევ ამ სიტუაციაში ასე მუშაობას. საერთაშორისო მართსაჯულების მექანიზმების გამოყენება კი, მაგრამ იგივე უნივერსალური იურისდიქციის მექანიზმების გამოყენება სხვადასხვა ქვეყნისთვის არის სხვადასხვა კანონმდებლობა და აქ სხვადასხვა კრიტერიუმები არის. ესეთი გამოცდილებები სხვადასხვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში გვაქვს, მათ შორის სირიაში იგივე წამებაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ გარკვეული გამოძიებები ყოფილა და ასე შემდეგ და ზუსტად აი ამ ნაწილებში განიხილავენ მაინც და ფიქრობენ, რომ აი ხო არ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ასე წამებაში ჩართული პირების მიმართაც ეს ყველაფერი მოხდეს. თუმცა ეს უნდა ითქვას, ახლა მოლოდინის გაჩენა არ მინდა, ეს უნდა ითქვას, არის ცოტა გრძელი სამართლებრივი პროცესი, აქ სხვა კონკრეტული კრიტერიუმებია, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ეგეთი მექანიზმები არსებობს ბევრ ქვეყანაში და ხო, ზოგ ქვეყანაშიც არის, რომ ეს ადამიანი კონკრეტულად უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, ხო, სადაც არის ეს საქმე აღძრული, ხო და ახლა ჩვენთან ვინც წამებაში არის ჩართული, ეს ადამიანები მაგნიცკის სიაში არიან და 3-4 ქვეყნის მიერ ვიზები აქვთ აკრძალული და იქ გადაადგილება და ხო, ამიტომ ხო, ეს ცოტა შეიძლება, ამიტომ ძალიან ბევრი ესეთი ნიუანსია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველა არის ღია სხვადასხვა ახალი იდეებისთვის და თვითონ თავისით, ანუ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ქართულ ხალხს. გარკვეულად რომ შევაჯამოთ თქვენი განცდა და განწყობა ამ შეხვედრების კვალობაზე, საქართველოს მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია, დინამიკაში ეს პროცესი და შეიძლება მექანიზმების და სისტემების შერჩევაც მიდის ერთის მხრივ, ევროკავშირი როგორც ვატყობ და ევროპული სახელმწიფოები ამ მხრივ უფრო პესიმისტურად და რეალისტურად უყურებენ ივანიშვილის მმართველობის თავისებურებებს. შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი რომ ოპტიმიზმი, მაგრამ მოსინჯვის ეტაპი ჯერ კიდევ ამ რეჟიმშია, რომელიც ევროპელებისგან განსხვავებით თუ უკვე ჩამოყალიბდა პოზიცია შეიძლება უფრო სხვა მოქმედებებში გადაიზარდოს. ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და თუ ამას ნაწილს დაამატებთ რამეს და ბოლო კითხვა უშუალოდ თქვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებით იცი საზოგადოება რომ ყველაფერი ჩაკეტილია, ყველა შესაძლებლობა არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ ხართ თქვენ აი პერსონალურ სამიზნეებს შორის პირადად ჩემს გათვლებში მე მგონი რომ საერთოდ პირველ სამეურში ეცილებით ხოლმე პირველობას კიდევ ერთ-ორ ადამიანს როგორ ახერხებთ ამ გარემოში მუშაობას და მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის თანამშრომლებიც ახერხებთ თუ არა საერთოდ აი ამ თქვენი პირველადი ფუნქციის შესრულებას, რაც ხალხს სჭირდებოდა წლების განმავლობაში. იცით ახლა რომ გითხრათ რომ იგივე დონის ესე ვთქვათ საქმიანობას ვახორციელებთ, ნამდვილად ესე არ არის, ახლა ნამდვილად არ ვიტყუებოდით, როცა ვამბობდით რომ ამდენ კანონს რომ იღებენ ჩვენ ეს შეგვეხება და არა მხოლოდ ჩვენ, ხო, დღეს რო გადახედო დაწყებული მიუსაფარი ცხოველებიდან დამთავრებული არ ვიცი ხო იგივე ძველი მანქანების რეგისტრაციის საკითხები, ასე შემდეგ, აი ყველას ყველა ანუ საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წრეს შეეხნენ, ხო? უსამართლო გადაწყვეტილებებით და კანონებით. მაგრამ ხო, ნუ დასაწყისი ეს იყო, რომ ხალხს ხმა არ ამოიღო, გასაგებია და ნუ რა თქმა უნდა, რაღაცა შეუფერხდით იმ ხრივ, რომ მაგალითად
ფიზიკური ოფისი ჩვენ არა გვაქვს, დავხურეთ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ რომ შეხედოთ ახლა მაინც და მაინც არ გვეტყობა, ხო? ჩემი თანამშრომლები სულ ეთერში არიან და ჩვენ არ ვაკლებთ კორუფციულ, ასე ვთქვათ, გამოძიებებს, ვასახელებთ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულები, მათ თქმა უნდა ვაკეთებთ სხვადასხვა სამართლებრივ ანალიზს, მათ შორის აი ამ პოლიტპატიმრების საქმეების და ასე შემდეგ. მე მგონი მთავარს მაინც ვახერხებთ ადამიანების დახმარებას, კორუფციაზე საუბარს და ხო, ნუ ჩვენი ყველა მასალა იცით რომ ორ ენაზე ქვეყნდება, შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოებასაც აქვს საშუალება რომ გაეცნოს ყველაფერს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მე მგონია რომ საბოლოო ჯამში თითქოს აი მაგაც ამ შენობების განადგურებას კი ცდილობდნენ, მაგრამ ეს ვამბობ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალ ბარზოს არ ყოფილა შენობა და ოფისი, ხომ? ეს იყო ყოველთვის ადამიანები და ეს იდგა ყოველთვის ადამიანებზე, ხომ? ამიტომ ჩვენ რაც უნდა კანონები მიიღონ, ჩვენ კიდევ ერთხელ ხშირად ვამბობ ხოლმე, ამ ქვეყნის სიყვარულს ვერ აგვიკრძალავს. ამიტომ ბოლომდე ვიქნებით იქ, სადაც საჭიროები ვიქნებით და მე მგონია რომ აი კიდევ ერთხელ ანუ ჩვენ რისი დამატება მინდა იცით რომ ეხლა ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ ხო და აი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ამომრჩეველი უყურებ ხოლმე მიმდინარე მოვლენებს შეიძლება უფრო მეტად ვიყო ინფორმირებული რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ საბოლოო ჯამში ხა ყველაფერი დაიყვანება იმაზე რომ ვარ რაღაცა ამომრჩეველი და მაქვს ერთი ხმა ხო მე მგონია რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება რამის მიღწევა ჩვენ აქ ადგილზე რომ ყველა მერთად არ ვიმუშაოთ ერთი მიზნისთვის და მართლა ეს დაპირისპირებები რასაც ჩვენ უყურებთ არის აბსოლუტურად ანუ ჯერთი დაუჯერებელი რომ ესეთი რაღაც ხდება იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი როცა განსაკუთრებით გამწვავდება ხოლმე აქ ურთიერთობები თანამოაზრეებს შორის რამდენიმე უცხოელ ჩვენს მეგობარს უთქვამს კიდევაც ეტყობა ესე ცუდად არ არის საქმე ცუდად რომ იყოს ყველანი ერთად დადგებოდით და ჩვენ ვცდილობთ ავხსნათ რომ აი ძალიან ცუდად არის იმიტომ რომ ნუ აი გვიტევენ რაღაც ადამიანებს იჭერენ პოლიტპატიმრები ყავს ანუ ხო არ არის ეგრე მარტივი ახლა ხო საქართველოში ვიბრძვით მაინც და რთულია ეს მაგრამ მაინც ვიბრძვით ესენი ამბობენ ესეთ კითხვებსაც სვამენ ამიტომ მე მგონია რომ აი რაღაცეებს უნდა გადავხედოთ ხო ანუ დავივიწყოთ წარსული ვიყუროთ წინ ერთმანეთის შრომას პატივი ვცეთ, ერთმანეთის გამოცდილებას პატივი ვცეთ, მათ შორის პოლიტიკურ გამოცდილებასაც, ხომ? ანუ ჩვენ ქვეყანაში ყავს ლიდერები, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან, ხო? მათ შორის ციხეშიც არის, ხო, ზოგი? ანუ ყველა, ანუ არ გამოვეკიდოთ ერთმანეთის სიტყვებს, ანუ აზრი არ აქვს, იცით, აი ეხლაც აი ბოლოს ეს კამაც რომ ვუყურე პოლიტიკოსებს შორის, არც ვიცი ვინ დაიწყო. არ ვიცი ვინ დაიწყო, ვინ არის მართალი, ვინ არის ტყუანი და არავინ არ იცის. აი უმეტესობამ გარდა იმ ხალხისა, რომელიც აი მართლა ყველა პოსტს კითხულობს და ყველაფერს აანალიზებს. უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის უბრალოდ ეს არ იცის და ხედავს აი ამ სურათს, რომ აი ესეთი ამბავ მე არ მინდა არავინ დავადანაშაულო, მაგრამ უბრალოდ ყველანი ერთ ნავში ვართ. და ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ რომ ეს ნავი ისე გავამოძრაოთ რომ ყველანი გადავარდეთ წყალში ხო ამიტომ თან აი მიცით ყველა ჭკვიანი ყველა გამოცდილი ყველა რაღაცა ბრძოლაში რაღაცა გადადებული თავი აქვს ხო ანუ არავინ არ არის ისეთი რომ არავინ არ აკალებს მე არ მინდა ვთქვა რომ ვინმე ამ ბრძოლას აკლებს, არავინ არ აკლებს ამ ბრძოლას. უბრალოდ აი ეს გჭირდება და ეს გჭირდება მათ შორის საერთაშორისო ჩვენი პარტნიორებისთვისაც. იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იგებს ამას და ჩვენ ეს გვასუსტებს და საბოლოო ჯამში ახლა ის საუბრებიც არის რომ რაღაც მომენტში არჩევანი რო არავის არ ექნება მხოლოდ უცხოელები კი არა ეს ხალხიც იმათთან დალაგდება აი ეს დალაგდება სიტყვას რო იყენებ და აი ეს არის რაც იქნება ყველაზე სამწუხარო იმიტომ რომ იმხელა რამეს ვკარგავთ
მათ შორის იმით, რომ ჩვენ უარს ვამბობთ განვითარებული დასავლეთის პარტნიორები რო ვიყოთ, იმხელა დოულაც ვკარგავთ. ისეთ კარგ ცხოვრებას კარგავს ჩვენი ხალხი, რომ აი მართლა არ ღირს აი ეს დაპირისპირება ამათ რა. ეგა შეიძლება პირდაპირ არ მიესადაგებოდეს, მაგრამ არ ამგონია იმაზე უფრო დიდი, თუმცა ძალიან ემოციური ილუსტრაცია იყოს იმის, რაც ახლა თქვენ ბოლოს თქვით, რას ვკარგავთ. იყო დღეს ახალ ფორმულაში ჩართვა აი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადი სინდრომის მქონე ერთ-ერთი ოჯახის, რომელიც გერმანიაშია და გერმანიიდან ეს ახალგაზრდა კაცი, გადასარევი მშვენიერი პატარა ბავშვით გვერდზე ყბებოდა იმის გამო, რომ ის ევროკავშირში მოხვდა და გერმანიაში მოხვდა, როგორ გადაარჩინეს ცხოვრება და როგორ პერსპექტივას ხედავს ზოგადად ამ დაავადების კონტროლის და ამ ოჯახის გადარჩენისაც, იმიტომ რომ მთელი ოჯახი და მთელი საათესო ვარდება უმძიმეს მდგომარეობაში და მე არ ვიცი ამას ეს ისეთი მაგალითი და იმის პარალელურად რაც ხდება დაუშვათ, როცა მთავრობის ადმინისტრაციის წინ გადასაფარებლის შეტანა გამოტანა ზე დაიყვანება აი ბავშვების სიცოცხლის თემა, ხო? ამას დიდი ილუსტრაცია რა უნდა იყოს ის სივრცე, ის ევროპული სივრცე, ქრისტიანული ეთიკის სივრცე, როდესაც სრულიად უცხო ადამიანს და ოჯახს, მაგრამ იმის გამო რომ ადამიანია და ბავშვია, გერმანელი მკურნალობს და ყველანაირად გვერდში უდგას და ის რა მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ. და ნუ თავის მოქალაქეებიც, რა თქმა უნდა, ამ ასეთი გამოწვევის წინაშე არ არიან, ხო? იმიტომ რომ იქ ჯანდაცვა არის. მაგაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, იმიტომ რომ ტექნოლოგიურადაც ამ თვალსაზრისით ყველაზე წინწასული ნაწილია ამ სამყაროს.